სახლის საქმეებს მორჩი და ის იყო ვიფიქრე ჩემი დრო მოვიდა სერიალს ჩართავთქო რომ დრო არა და მესიჯი მოვიდა სტუმრები მომყავს და რამე გემრიელი მოამზადეო დიანა ხო არასდროს არ დაგცალა და შენი სერიალის ყურება თან რა საინტერესო ადგილზე ვარ გაჩერებული არა დაკურებული თუ ხართ რომ მოულოდნელი სტუმარი მაშინ მოდის როცა არაფერი არ გაქვს მომზადებული კი არა კიდევ კარგი დილით ლიბრედან სტაფილო და პრეტოსფერმის კრემყოლები და რიკოტა გამოვაყოლე და ეს კრემყოლები აშკარად ჩემი გადამრჩენი აღმოჩნდა დღეს ისე სულ უნდა გედოს მოცივარში არ იცი როდის მოვა მოულოდნელი სტუმარი ეს ყველაფერი შეგვიძლია ერთმანეთს ბლენდერით გადაურიოთ კარგად თუმცა არ ვიცი ზუსტად რა ფერს მივიღებ ამიტომ არ გავრისკავ ჩემი კერძი ლამაზი რომ იყოს და სათითაოდ გავანაწილებ კრემყოლები და რიკოტას ჯერ დავაგემოვნე შემდეგ გავანაწილე შემდეგ სუფთავე და ამასობაში სტაფილოდ შეიწვა. თებს ერთად მოვათავსე კრემყოლი პომიდროს ჩირით და კიტრით, ხოლო რიკოტას რბილმა გემომ განსაკუთრებული სინაზე მიანიჭა. კარგი გადაწყვეტილება იყო ბროწეულის მოყრა როგორც ვიზუალური, ისე გემოს თვალსაზრისით. აქ ლიმონის ცედრა მჭირდებოდა, რომლის ყიდვაც დამავიწყდა, ამიტომ ეზოში პიტნა დავკრიფე, რაც ასევე საამაყო გადაწყვეტილება იყო. თუ გინდა ვარაუდების დონეს გაცდი და ზუსტად გაიგო რა საოცრება მოვამზადე, აუცილებლად გაიმეორე შენც. ოღონდ ინგრედიენტები არ შეცვალო ზუსტი ეფექტის მისაღებად. ლიბრეში ისედაც იაფად იყიდი.